დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამს, რომ მისშობდა მესიას იესო ქრისტესა. ხარება აღწერილია ერთადერთი მახარებლის ლუკას მიერ. მართალი ელისაბედისგან იოანე წინამორბედის ჩასახვის მე-6 თვეზე გაბრიელ მთავარანგელოზი მივლინებული იქნა ნაზარეთს ქალწულ მარიამთან. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: ვითარ მე არს მოკითხვაი ესე? რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინინ მარიამ, რამე თუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა და ჰაესერა შენ მუცლად იღო და შვადზე და უწოდი სახელი მისი იესუ. რიგ ღვთისმეტყველთა თვალსაზრისით მთავარანგელოზის სიტყვები გიხაროდენ მიმადლებულო იყო მადლის პირველი უწყება კაცობრიობისათვის, სოდვით დაცემის შემდეგ. ხარების თარიღი პირდაპირ კავშირშია მაცხოვრის შობის თარიღთან, დღიდან ჩასახვისა ზუსტად 9 თვის შუალედია. ხარების დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს მართლმადიდებელი. ხარების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. დღეს ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი დღეა ხარება, რომელიც მიულოცა გაბრიელმა ღვთისმშობელს ბავშვი იესო ქრისტეს დაბადება ძალიან დიდი დღესასწაულია, ძალიან დიდი სიხარულია და ვუსურვებ ყველა ოჯახს. მთლიანად მთელ საქართველოში სიხარული ნუმოკლებოდეთ. წინსვლა და ბედნიერება ქონოდეს და ღმერთი ფარავდეს. დღევანდელი დღის ძალა ქონოდეს ყველა ჩვენთაგანს. ყველას გვიყვარს ხარება და ღმერთი გვფარავდეს და ჩვენ ოჯახს, მთელ საქართველოს და ჩვენ შვილებს, ჩვენ ქმარ-შვილებს ღმერთმა ყველა თქვენს კარგად გამყოფოს და ქართველებისთვის მithmeდი ძალიან სასიხარულოა, ასე ყველა როესრება, ყველა ერთად ვარ და ყველაფერი კაცოსრებ ყველას.